სანამ ვიდეოს დავიწყებდე, მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ეს არის მრავალს თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ახლა კი ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. მოგესალმებით, ან იმეს გვათ, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ბლიჩის 1000 წლიანი სისხლიანი ომის მე-11 ეპიზოდის რეაქცია. მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. რა? მხოლოდ ეს გინდა? მაგრამ რატომ? როდესაც სარიელებთან საბრძოლოდ წახვალა ჩემს გვერდზე არ იქნები, ის შენთან იქნება. ოიმე! რა იყო, რას მიყურებ? სახლში წადი და ისწავლე გირჩევნია, იდიოტო. ფლეშბექი დაიწყო ანიმე ძალიან საინტერესოა. ცოტა გაურკვევლობაში ვარ, რაღაც პერსონაჟებს ვცნობ. მაშინ ეს მისიის სიკეთის დამსახურებაა. ამის დამსახურებით ჩვენ ვარ ასეთი. ეს კიორაკუს არის დამხმარე თუ ვინ არის? არ ვიცი. ოჰანა. მე What the fuck? შოსოი, გაიღვიძე. ის კიდე ცოცხალი რატოა? ანუ კატენკიოკოსუ კარამაცუ შინჯომას არ მოკლა ის რაღაცა. ვა, საინტერესოა. დაიკო. შოსოი? ოპა. ის შოსოი. პიზდეც. ამან. ფორმა ხომ გითხარი? ხომ გითხარი არა? ნუ გგონია ხო გითხარი არა? ხო გითხრენო აქედან დაახვიეო არა? შენ აბიჭვარო, ხო გითხრენო? ეს რა ხუმრობა? მას შემდეგაც არ მოკვდა, რაც თავი წავაძრე? შენ მაიარაღმა ჩემი მოკლა ვერ შეძლო. შენი სულიერი ენერგიით თავიც ვერ წამაძრე. რანაირი მონსტრია ძმა? ეს რა უბედურებაა? მე ღვთისმაცნე ვარ, ვისაც განსაკუთრებული პრივილეგიები აქვს. შენ ხომ მაგ კოშკის უკან იმალები? ანუ ასეთი დაჭრილია და ტიპი მაინც გადაადგილდება? დაოლძმა. იმსახურებია მთავარი კაპიტნის წოდება. ტიპს დაჭრილობები აქვს და მაინც რითი გადაადგილდება. ამის ასისტენტი თუ ლეიტენანტი თუ ვიღაცა სად არის? ოპა. ძაღლი ახსენეო? წამოდი გავიცეთ. კარამაცუ შინჯუმაც კი ვერ შეძლო მისი მოკლა. მე მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია. დროა ცოტა ხანი ძილს მიეცე. კარამაცუ შინჯუმ რანაირად ვერ მოკლა. უსაფრთხო ადგილზე მე გაგიყვან. გაიღვიძეთ. კაპიტანო. ოპა. ნანაო? ნანაო მოვიდა. მადლობა ღმერთს. არ დაზიანებულ. ჯობს არაფერი ილაპარაკოთ. უბრალოდ თქვენი ზამბაქტო მომეცით. ახლა დედა ჩემთან დადებული პირობა დროა რომ დაივიწყო. რა პირობა? რაღაც ხმაური შემომესმა. შენი ლეიტენანტი დაბრუნებულა. აქ მაგარი ბრძოლა იწევა აშკარად. არაფრადაფასებ. ტიპი რა მდგომარეობაშია და გაიქცნენ. რამხელა სულიერი ენერგია გამოუშვა. ხადაო. მიშრება. ასეთ მდგომარეობა? ავი. არ არის ტყუილად 13 რაზმის კაპიტანი. დედა შენი? ესე იგი ამის შესახებ იცოდი. დიახ. მე არ ვიცოდი. უნდა ვაღიარო. არასდროს წყვეთ ჩემს გაოცებას. შენი ზამბაქტო აიღე. კიოგოცუ. სადღაც გაქრნენ. სად წავიდნენ? აიცა, კიორაკუს სამპაქტო არ არის? კატენკიოკოსუ? რა ხდება? აი თურმე სად ყოფილხართ? ამას რა გარდაქმნებია? აი. ნანაო ნახე? კიოგოცუ, თქვენ ამბობთ რომ ის ჩემი ზამბაქტოა? ხო. მაგრამ თლად ეგრეც არა. ოჰანამ ოკიო გააჩინა იმისთვის რომ შენი ზამბაქტო დაემალა. ეს დედა შენის თხოვნა იყო. ის ეს ოჯახი მატრილინარული ოჯახია. ჩანაწერების თანახმად აქ მხოლოდ ქალები იბადებოდნენ. ამ მიზეზის გამო სხვა ოჯახებიდან შვილობილები ყავდათ ხოლმე. მაგრამ ამბობენ რომ ყველა ქალი რომელიც ის ეს ოჯახის წევრზე დაქორწილდა, ნაადრევად გარდაიცვალა ის ეს წყევლის გამო. ზოგი ამ წყევლას დასცინოდა სასაცილოდაც არ ყოფნიდა, მაგრამ ის ამ ყველაფერს ასე არ უყურებდა. ის ჩემი უფროსი ძმის ცოლი იყო.
ჩემს ძმასთან მთლად კარგი ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ქალი მოვიდა ჩვენს ოჯახში, ეს შეიცვალა. მისი სახლი გაცილებით უფრო კომფორტულ ადგილად გადაიქცა. მაგრამ მერე ჩემი უფროსი ძმა გარდაიცვალა. ეს ქალი უკან ისეს ოჯახში გაუშვეს. ისეს ქალებს ვიღაცა სტრანის არ წარსული შეუძლიათ რომ ქონია. ისეს ოჯახს თავი დააღწიონ, ან ისეს წევლას სადმე გაექცნენ. შეიძლება ეს ყველაფერი ამ מחვილის გამოა. ასე რომ მან ეს მახვილი აიღო და ოკიოს მისცა. მას ვისაც დამალობანას თამაში უყვარდა, რათა კარგად დაემალა ის. რეალურად ადამიანი, რომელიც მე მაფასებს, ალბათ უბრალოდ გაიღიმებდა და იტყოდა, რომ წევლა სისულელეა და მეტი არაფერი. ოპა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მახვილი ნანო პიზდეთ დაატრიალებს. მხოლოდ ლეიტენანტი გამოჩნდა და მეტი ვერავინ. ის ყველა მხარეს იფანტება. ანუ? ცნობილია როგორც შინგენ ჰაკიოგენი. საინტერესო ზამბაქტოა. მახვილია. დაგასრულებენ. ასეთ მნიშვნელოვან ნივთს ვერ ავიღებ. ამის აღება შენ არანაირ უბედურებას არ მოგიტანს. ერთი ამას შეხედეთ. გავიგეის 13 რაზმის კაპიტანი ყოფილა. 13 რაზმის კაპიტანი თუ 13 რაზმის კაპიტანი ნიშნები იყო? ადრეც მინახავს, ჩემთვის ნაცნობი იყო. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ იმის მსგავსი იყო, რაც დედაჩემს ჰქონდა. მაგრამ ეს თმის სამაგრი ზუსტად დედაჩემისას გავდა. რა მაგარია. იმიტომ რომ დედა შენი ისა? ვითომ? გამარჯოს. მე თქვენი კაპიტანი ვარ, კიორაკუშუნსო იმქვია. ქალბატონებს კარგად ვექცევი, ასე რომ შეგიძლია მოეშვა. მე ქალთან. აი კაცებთან კი გააჩნია. რა? კიმონო შეცვლილი ჰქონდა და თმის სამაგრსაც აღარ იყენებდი. აი მაშინ კი დავრწმუნდი, რომ ის შენ იყავი. კაცი, რომელსაც დედაჩემმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მიცა იმ დღეს. ეს შენ იყავი. იმის კიმონოს ატარებს, походу. გონი. რო კიმონოც მეცნო. ოპა. დაიბლოკა. თუ აირეკლა. უცნაური მახვილია პირის გარეშე. მახსოვს, ფიქრობდი, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. გაანადგურეს? ხო. გავიგე, რომ 46 ცენტრმა ის საკრალური განძის დამალვისთვის გაასამართლა. ეს ჩემი ბრალია. საწყალი კიორაკუ. ასე რატომ მოხდა? ნანო, მე აღარ მომიწევს, რომ მაგ მახვილის ტვირთით ვიარო. ეს ტვირთი მხრებიდან მომხსენი. ნება მომეცი დაგიცვა. ოპა, კატე, ოპა, თვითონ მოვიდა. ოპა. წავედით. ნანაო. კაპიტანო. მოიკრიბე ზალა. დედაუტირე. ამას აირეკლავს ეხა ვითომ? უსმინე ჩემს საყვირს. დედას უტირებს პირიქით. კიორაკუ არ მოკვდება, შანსი არაა. როგორც ვეფიქრე, კაპიტნის სიკეთე ჩემში გაედინება. სოდვას დაატრიალებ? აბა. What the? იგაირეკლა? აი თურმე რა. დედაუტირა საულს. აგარი ზამპაქტოა? დაასვარა? ახლა დანარჩენებს დავეწიოთ. სად ვიდიხარ ძმა დედა გაქნატირები? კაპიტანო. მოიცა ერთი წუთი. იქნებ ჯობს ცოტა ხანი შევიცვენოთ და მერე წავიდეთ. ნამდვილად. გახმოვანებულია რეიქტაიმის მიერ. ტყვია, ბრჭყალები, საბრძოლო დროშა, მოკლე მახვილი. გადაჯვარედინებული თითებით შენ დაგელოდები. მოგლათ მეგობრებო, მე-11 ეპიზოდის დასრულდა. საინტერესო სერია იყო, წარსულის გახსენება. ეს ასე ვთქვათ, Quincy's როგორც გადაამარცხეს. საინტერესო ბანკაირა, საინტერესო ზანპაქტო ვნახეთ. კარგი ძალები ქონია ნანოს. საინტერესო ზანპაქტო ქონია, რომელსაც ღვთის ძალის არეკლა შეუძლია. ნუ გავიგეთ კიორაკუს ძმაზე, ძმის ცოლზე, ნანოს წარსულის გასაგებია, მისი კლანის წევლა. ნუ ერთი სიტყვით საინტერესო სერია იყო.
მოკლედ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს მივუახლოვ და თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი. შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ბლიჩის რეაქტში ან სხვა ვიდეოში არ აქვს მნიშვნელობა. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.